შეკითხვა არის ასეთი, რომ რას ნიშნავს ზუხრი ახირ? ზუხრ არაბული სიტყვა არის და ნიშნავს შუა დღეს. ევლას შუა დღის ნამაზს. ახირ ასევე ახირ არაბული სიტყვა არის და ნიშნავს ბოლოს. უკან მოტოვებულს. ბოლოსი დარჩენილს და ასე შემდეგ. ზუხრი ახირ ასეთი წინადადება, ორივე სიტყვა ერთად რომ მოიყრის თავს, დაგვიანებულ ბოლოსთვის მოტოვებულ ევლას ნიშნავს, შუა დღის ლოცვას. შუამავალ ალეისალათუ ვასალამის დროს ასეთი ნამაზი ილოცებოდა არა. შემდგომ შემოვიდა ეს ნამაზი ლოცვის პრაქტიკაში. საიდან და რატომ? იმიტომ რომ შუამავალ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამის დროს მორწმუნეები ერთ მეჩეთში იყრიდნენ თავს და ერთ ადგილას ლოცულობდნენ ჯუმას. ერთ ქალაქში. ეს იყო მედინაში მეშჯიდი ნებევი, მექაში კააბეს ირგვლივ. ერთ ქალაქში ერთზე მეტ ადგილას არ ილოცებდნენ. როდესაც წლების შემდგომ გაბევრდა მუსლიმთა რიცხვი და ერთ ქალაქში გაჩნდა ერთზე მეტი მეჩეთი, ერთზე მეტი სამლოცველო, გაჩნდა შეკითხვა, რომ იზამს თუ არა ერთ ქალაქში ერთზე მეტ ადგილას ნამაზი შესრულდეს. რადგანაც ზოგადი წესი ასეთია, რომ მაგალითად თუ აქ ილოცება ჯუმა, ან სხვა ნებისმიერი ნამაზი, ჯემაათით სალოცავი ნამაზი და ვიღაც მოვიდა სხვებმა, იმ სხვებს არ აქვს უფლება ცალკე ჯემაათი შექმნან, არამედ არსებულ ჯემაათს უნდა შეუერთდნენ. და რა ხდება ჯუმის შემთხვევაში, როდესაც ორი ან მეტი მეჩეთი არის ერთ ქალაქში და შუამავალ ალეისალათუ ვასალამის დროს ერთ ადგილზე ილოცება. ამ მსჯელობის შედეგად წარმოიშვა სხვადასხვა შეხედულებები. როგორ თქვენს რომ არ შეიძლება. როგორ თქვენს რომ შეიძლება. არ შეიძლებას გაგრძელებაში რა მოყვა? ის მოყვა რომ ერთ ქალაქში რამდენიმე მეჩეთია. ყაბული იქნება იმის, ვინც პირველად დაიწყო, ვინც პირველი თექბირი აიღო, ალლაჰუ აკბარ თქვა. დანარჩენები ვალდებული იყვნენ უკვე არსებულ, ანუ დანარჩენებმა რომ ლოცვა დაიწყეს, უკვე იმ ქალაქში ჯემაათი არსებობდა. და ვალდებული იყვნენ იმას შეერთებოდნენ, ახალი ჯემაათი კი არ წარმოეწყოთ. და ეს მეჩეთები რა თქმა უნდა გვერდიგვერდ არ არის, იმდენად შორს არის რომ შეუძლებელია გაიგო პირველი თაქმირი რომელმა აიღო. აქედან გამომდინარე ჩდება კიდევ დამატებით ეჭვი რომ როცა არ ვიცით პირველი თაქმირი რომელმა აიღო, ნეტავ იმათ თუ დაგვასწრეს, მაშინ ჩვენი ჯუმა ყაბული არ არის. და ვაი თუ ჩემი ჯუმა ყაბული არ არის, ევლას მაინც ვილოცავ. და ასეთნაირად წარმოიშვა ზუხრი ახირი. ბოლოს დაგვიანებით ნალოცი ევლა. იმის ეჭვით და იმის შიშით რომ ვაი თუ ჩემი ჯუმა ყაბული არ არის. შენ თვითონ შენს მიერ ნალოც ჯუმას ეჭვის ქვეშ აყენებ. ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა ბრძანებს რომ როდესაც ჯუმა დღეს მოგიწოდებენ მეჩეთისკენ ალლაჰის დიდებისკენ, მიატოვეთ ყველა საქმე და გაიქეცით ალლაჰის სადიდება. არსად არ ბრძანეთ რომ ერთ ქალაქში აუცილებლად ყველამ ერთ მეჩეთში მოიყარეთ თავი. ისედაც შეუძლებელია. არსებობს ისეთი ქალაქები, რომლებიც რამდენიმე ათეული მილიონი სიტყვის და ესენი ერთ ჯამეში რაფერ უნდა დაადგიო, ერთი იმამის უკან რაფერ უნდა მოყარო. თანაც ჩვენ ვამბობთ რომ ისლამი უნივერსალური რელიგია არის და ყველამ ისლამი უნდა მიიღოსო. მაშინ ჩვენ ასეთი მიმართულებით იქამდე მივალთ რომ ყველა როცა ისლამს მიიღებს დიდ ქალაქებში ასეთნაირად, ესე იგი ისლამის წესები დროთა განმავლობაში მისი შესრულება შეუძლებელი ხდება ამ მიმართულებით. თუ დროთა განმავლობაში მისი წესების შესრულება შეუძლებელი და გახდეს და ამ დინმა ყიამეთამდე ვერ უნდა გასტანოს, მაშინ გამოდის რომ ეს უნივერსალური არ ყოფილა.
ამიტომ ასეთი არც აიეთში, არც ჰადისში არსად არ წერია. ამიტომ ჯუმა ვილოცოთ და ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას მივანდოთ. ერთი და იმავე დროზე ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას ორი ფარზი ერთდროულად არ დაუწესებია. ევლის დრო არის ამ დროზე, ევლაც ფარზი, ჯუმაც ფარზი, არა. ან ერთია ფარზი, ან მეორე. ვინც ისეთ პირობებში, ისეთ გარემოში იმყოფება, სადაც ჯუმა ილოცება, მისთვის ჯუმა ფარზია. ვინც ასეთ გარემოში არ იმყოფება, მისთვის ჯუმა აღარ არის ფარზი, ასეთი ამ გზავრი, პატიმარი და ავადმყოფი და ასე შემდეგ. მისთვის ჯუმა აღარ არის ფარზი, ევლა არის ფარზი. ორიდან ერთი, ორივე ერთდროულად ფარზი ვერ იქნება. ჯუმას ლოცულობდნენ. ჯუმის შემდეგ, ჯუმის ფარზის დასრულების შემდეგ 4 მუხ სუნნეტს ლოცულობდნენ. ორ მუხზე სელამს აძლევდნენ. ამით თავდებოდა ჯუმა. ჯუმა მთლიანად ჯამში არის 10 მუხლი. 4 პირველი სუნნეთი, 2 ფარზი, 4 ბოლო სუნნეთი.